მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ Geostalks, სამთარია სიცივე, თბილისი და მოკლედ თქვენ ალბათ ყველა მიცით რიყის დოქებზე, რომლების მშენებლობაც დაიწყეს 2011 წელს და იმის მერე არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და ძვირადღირებული, მიტოვებული ადგილი და მოდით შევიდეთ ახლა ვნახოთ შიგნით რა ხდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა ხდება ბოლო დროს, შესაბამისად მე მგონი არის საშუალება რომ შიგნით შევიდეთ ისე რომ რამის გარღვევა არ მოგვიწიოს. მოკლედ შიგნით ვართ, შევაღწიეთ რაიმე დაბრკოლების გარეშე, მე რო არ მოგვედავოთ. მოკლედ აი ესეთი არის კონსტრუქცია შიგნიდან. ესე იგი ორიგინალში აქ უნდა ყოფილიყო თეატრი, უნდა ყოფილიყო ესე იგი სცენა, თავისი ასე ვთქვათ საჯდომებით ყველაფრით და უნდა ყოფილიყო ფოიე, შიგნით რაღაც რესტორანივით უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე წლებია მიტოვებულია, 1000 ჯერ გაიყიდა, გადმოიყიდა, სიმართლე გითხრათ აღარ ვადევნებ თვალს ამ შენობის ისტორიაზე და ნუ მოკლედ ნახოთ რა ხდება შიგნით. ბევრი ესეთი ჩასავარდნი არის, როგორც ხედავთ. აი ეს არის თეატრი, უпросторо თეატრის სცენა. სცენა უნდა ყოფილიყო აქ. აი ეს არის სცენა. აქ რამდენიმე იარუსია, აქ უნდა ყოფილიყო ალბათ ძალიან მაგარი განათებები და ასე შემდეგ. აქ სცენის ქვეშ ალბათ ორკესტრი უნდა ყოფილიყო. ხოლო აქ დასხდებოდნენ უკვე მაყურებლები უშუალოდ და იქ არის ფანჯარა. მოდით ავიდეთ ახლა ვნახოთ რა ხდება ზემოთ. ესე კონსტრუქციებზე გვიწევს გადაადგილება. რა თქმა უნდა, ნუ გაიმეორებთ ვიდეოში ნაჩვენებ ქმედებებს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს საკმაოდ საფრთხის შემცველი თქვენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ესე გამოიყურება ეს თეატრი ზემოდან. ანუ აქედან უშუალოდ იქნებოდა საჯდომები, აქ ალბათ იქნებოდა რაღაც ეგრეთ წოდებული ბალკონი, აივანი. აქედანაც გადასასვლელები არის. ხოლო აქ არის დიდი უზარმაზარი ესეთი ფანჯარა ლამაზი, საიდანაც არის ხედი უკვე რიყის პარკზე. აი სულ არის მტრედების მოკუკული გარშემო. ესეც ხედი ჩვენს დედაქალაქზე. მინდა გითხრათ, თოლში საკმაოდ ლამაზი არის თბილისი. ახლა ისევ გადავინაცვლეთ სცენისკენ. აი სავარაუდოდ იქნებოდა ლიფტის შახტა. ახლა ზემოთ-ქვემოთ უნდა დადიოდნენ. ქვედა ნაწილი დატბორილია, საკმაოდ სახიფათო ჩასავარდნია. ქვემოთ ძალიან ბევრი ნაგავი ყრია. და ჩვენ ახლა ავალთ ამ სცენის თავზე, ასე ვთქვათ. აქაც რაღაცა დიდი კარებია, სავარაუდოდ იქნებოდა სატვირთო ლიფტი და ალბათ კიდევ ერთი სამგზავრო ლიფტიც. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ დასრულდა და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ობიექტი იქნებოდა და ბევრი საინტერესო კონცერტის ჩატარებაც კი შეიძლებოდა თბილისში. ახლა გადავინაცვლეთ ჩვენ მეორე ნაწილში, საიდანაც არის შესასვლელი რიყის პარკიდან, მეორე უფრო ვიწრო დოქი რომელიც არის და აქ სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო რაღაცა რესტორანი ან კაფე. ესე კიბეები არის მეორე სართულზე. ახლა იქ წინ კარებთან მივდივართ და ჩავაქრობ თანას, რომ ყურადღება არ მივიქციო. აი მოდით გაჩვენებთ კარებს. აი ესეთი ულამაზესი კონსტრუქცია არის, არ ვიცი, მე პირადად ძალიან მომწონს საქაურობა. ხოლო ბევრი ადამიანი გარეთ დადის, აქ იღებს ფოტოებს და ვერც კი ხვდება რა სილამაზე იმალება შიგნით. აი კარების მხრიდან ესე გამოიყურება ეს ობიექტი. ზემოთ დათოვლილია ყველაფერი. არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, მეგობრებში გაზიარებ და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ რიყის დოქებთან მიმართულებაში. ანუ უნდა დასრულდეს, უნდა დაანგრიონ. პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ აქ მაინც და მაინც დასრულდეს მშენებლობა, გაიხსნას რამე თეატრი ან რამე არტ ობიექტი, იმიტომ რომ უკვე იმდენად მივეჩვიეთ ამ კონსტრუქციას ჩვენ დედაქალაქში, რომ ამის დაანგრევა არც თუ ისეთი კარგი იქნება. რავი, პირადად ჩემთვის საკმაოდ მისაღები და ლამაზი კონსტრუქცია არის. ახლა ვიღაცები დაწერენ შენ ნაცო შენაო.
და რას არის პოვი საქართველოში მიტოვებულ ადგილებში არის 5 რუბლი, რომელსაც უნდა მოუკიდოთ ცეცხლი. ახლა სიგარეტი რომ მქონდეს მოუკიდებდი, მაგრამ არ ვეწევი და არც თქვენ გირჩევთ. ისე ეს რაკურსი მე მგონი არის ამ შენობაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. მართლა ძალიან მაგარი შთამბეჭდავი ფოტოსესიების ჩატარება შეიძლება. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს სპონსორი არის მაღაზია სალაშქო კუთხე, რომელიც ზრუნავს ჩემს ჩაცმულობაზე და მაღაზია ვალჰალა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ მილიტარისტული და სალაშქო აღჭურვილობა. და ესეც არის კიბე, რომელსაც ავყავართ კიდევ ერთ დონეზე. ზემოდან რაღაც გადაკრულია, კაშკარად, თლაბეტონი არ არის. და ეს უკვე არის გზა, რომელიც ადის უკვე ავლაბრის მოედანზე, ავლაბრის მეტროსთან. კარებთან არ დავდგები, ვინმე გავლენილმა არ დამინახოს და არ გაგიზდეს. ხოლო აქ იყო კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, მოედანი, საიდანაც ჩანს მთელი ეს სიმეტრია. აქედან ჩვენ ახლა გადავინაცვლეთ სცენის უმაღლეს წერტილზე. აქ სხვათა შორის შედარებით სისუფთავეა. იმასთან შედარებით რაც ქვემოთ ხდება და აქედანაც ჩვენ ვნახულობთ უკვე დარბაზს. არ ვიცი კამერაში რამდენად ჩანს, საკმაოდ ბნელა აქ მინდა გითხრათ. ვაი, უბრალოდ ნახეთ რამხელა სივრცე არის. აქ ქვემოთ არის უკვე სცენა, რომლის ქვემოთაც დიდი აუზი არის წყლით, რომელიც აქ ჩამოედინება. და ესეც სცენის სიმაღლიდან დარბაზი, ოღონდ შუიდან. ძალიან გრძელი ვიდეოც არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ ამ ადგილას მოხვედრა არც თუ ისე მარტივია. რავი, ალბათ რამდენიმე წელიწადში ერთხელ იქმნება მომენტი, როცა შეგიძლიათ აქ რაიმე პრობლემის და დაფრთხოლების გარეშე შეაღწიოთ. საბამისად შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქაურობა, მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ ძალიან სახიფათო არის აქ გადაადგილება, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ჭა, სადაც შეგიძლიათ ჩავარდეთ და ნუ გაიმეორებთ იმას, რასაც ვაკეთებ მე ვიდეოში თქვენთვის. შეგიძლიათ უსაფრთხოდ თქვენი ეკრანის მეშვეობით დაათვალიეროთ აქაურობა. როგორც ვიცი, ამ თეატრის მშენებლობაზე საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაახლოებით 75 მილიონი ლარი. ამიტომაც ოფიციალურად ეს შენობა არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული, მიტოვებული შენობა. ალექს, რას აკეთებ? ძალიან მაგარ ფოტოებს ვიდეო უნდა გითხრათ. აი ხა არის ძალიან მაგარი მომენტი. 4 გოგო ზის, ეწევა სიგარეტს და იღებენ ფოტოებს და ვერც კი ხვდებიან, რომ ჩვენ ვართ შიგნით. ეხლა რომ მიუკაკუნო ხო შეშინდებათ. ამასობაში დაღამდა და ვაყენებთ შუქებს, რათა გადავიღოთ ძალიან მაგარი ფოტოები. მოკლედ წარმატებით მოვიარეთ რიყის დოქები, საკმაოდ საინტერესო ობიექტი არის და საკმაოდ ბევრი საინტერესო ლამაზი ფოტოები გამოგვივიდა შიგნიდან. გარედან აი ესე გამოიყურება ის სიამოვნება. და რავი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დასვით ლაიქი, დაწერეთ კომენტარი, გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებში, არ გაიმეორებთ ვიდეოში ნაჩვენები ქმედებები და მომავალ შეხვედრამდე.